საინტერესო თემა გვაქვს დღეს, რაზე უნდა გვესაუბრა, თუ არა სიყვარულზე. კი ბატონო, სიყვარული აი გადასარევი. მოკლედ დღეს გვინდა ვისაუბროთ სიყვარულზე, სიყვარულო ამბებზე, აემანებზე. ურთიერთობებზე. მოკლედ როგორც სიყვარულთან არის დაკავშირებული. დავაზუსტებ თქვენ ქალვაჟურ სიყვარულზეა. სიყვარულია. სიყვარული. თავარია სიყვარული შეგრძნება კონდეს და საერთოდ ეს სიყვარული ძალიან წმინდა რამ არის. აი სიყვარულზე ამბობენ ხოლმე რომ სიყვარულმა ასაკი არ იცის. ეს თავიდანვე მოდი გავარკვიოთ ეს ამბავი რომ ძალიან კარგადაც იცის სიყვარულმა ასაკი, იმიტომ რომ თუ ჩაიხედებით სისხლის სამართლის კოდექსში ასაკიც ზუსტად დადგენილია და იქ მუხლების კიდე ამ დარღვევის შემდეგ. ასე რომ აკუნიდანვე ნუ დანიშნავთ ბავშვებს. ასე რომ დავიწყებ იმის მიხედვით უნდა მივიდეთ. ხო, დასჯადია ილო რა თქმა უნდა. სიყვარულმა იცის ასაკი. რა გაგიგე? სიყვარულზე კიდე რა არის, იცი ახლა ასაკი არ იცის ხო არის გამოთქმა. ხო არის კიდე გამოთქმა, მაგალითად სიყვარული ბრმა. და ვიცი რა არის, მე მივხვდი რომ ახალი თაობის წარმომადგენლებს, ანუ ახალგაზრდებს გონიათ რომ ეს არის გადატანით მნიშვნელობით რა. მაგრამ ჩვენ ხო გვახსოვს რომ ეს გადატანით მნიშვნელობით კი არა, ფაქტობრივად პირდაპირ მნიშვნელობით არის, იმიტომ რომ ჩემ დროს 90-იან წლებში მაგალითად ადამიანები სად იყო მაშინ Facebook-ი, სად იყო მას სოციალური ქსელი და ასე შემდეგ. ერთადერთი ამბავი იყო რომ ტელეფონით, იცი რომელი ტელეფონით, რო რეკავდი და თარო ვიღაცების ლაპარაკი გესმოდა, ხო გახსოვს? დაკიდებული არა შენ დაკიდე, არა შენ დაკიდე, არა შენ დაკიდე. აი ეგეთი ამბავი რო იყო, ტელეფონით შეიძლება გაგეცნო ადამიანით რომ მოგწონებოდა ხმა არ იცნო მას და შეიძლება შეყვარებოდა ტელეფონით და ნანახი არ ყავს მარტო ხმა გიყვარს და ის გიყვარს იმიტომ რომ სხვადასხვა თემებზე საუბრობთ ასე რომ სიყვარული ბრმა არის პირდაპირი გაგება ეგ იცოდა ჩვენ ვიცით გამოსtildeება არა მართალს ამბობს მართლა ეგრე იყო კაცო მე გადიოდა კვირეები თვეები გადიოდა თვე მიყვარდა ერთი გოგო ტელეფონით ნანახი არ მე რო უნდა მენახავ აი წითელი კუდი მეხურება აი ესე ხდებოდი თქო ერთმანეთს ნუ მე შეხედავდი ახლა როგორ გამოიყურებდა ან მიუახლოვდა აგძელებდი ურთიერთობა ან ისე უბრალოდ კრებდი ხო სადაც გაარტყამდი ეგრე ადვილი არ იყო მთელი თამაში იყო ნომერს უბრალოდ კრებდი მაგრამ მე აკრებთი ნომერს და მე უნდა გაემართლებინა ქალის პასუხი უნდა ყოფ თუ კაცი პასუხობდა თიშავდი მნიშვნელობა ხა რომანდებოდა რადიოს DJ ქალები მე ხმა სასურველი უნდა ქონოდა მე უნდა აღმოჩენილიყო რომ ოჯახური მდგომარეობა შესაბამისი აქვს ხდები რამდენი კარტოა აი ხმაზე უსმენ დასწვიცაო და მაგარი პატიოსანი გოგოა აი ხმაზე ეთხოვა იყო ეგეთებიც კი მოკლედ სიყვარული ეგეთი უცნაური ამბავი არის ხო ძალიან ბევრ რაღაცებს ადამიანი აკეთებს იმისთვის რომ ერთმა ადამიანმა მეორეს თავი მოაწონოს თავი შეაყვაროს დაუმტკიცოს მაგალითად სიყვარული ხო არის გიყვარ ვარ კი მიყვარ დამიმტკიცე რამდენაირად შეიძლება დაუგება ბევრნაირად შეიძლება ხო და მაგალითად სიყვარულის არის ესეთი მეთოდი სიყვარულის ახსნის მაგალითად როდესაც ცნობილ ადამიანებს ჩააწერინებენ ხოლმე მაგალითად ნუ კი გიორგის უყვარხარ სიტყვაზე რა ხო არის არ ვიცი ყველა შეგვიწერია ან ვიღაცას ჩაგიწერიათ ან ვიღაცასთან მოსულან ჩემთან მაგალითად შენზია დამოკიდებული ეხლა ერთად და ეხლა მოდი მეგობრულად აგიხსნით ეხლა ეს როგორი ამბავი იყო რა ანუ შენთვის ნუ ვიღაც ცნობილი ადამიანი ან ნიკა გრიგოლი ან ილო ან ივანიკო ან თემურ ციკლაური ან ვიღაცა მნიშვნელობა არ აქვს ცნობილი ადამიანი სიტყვაზე ხო ნუ რა მნიშვნელობა აქვს ცნობილი ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა ანტონიო ბანდერასი გილოცავს კი არ გილოცავს გეუბნება რომ ანი შენ გიორგის უყვარხარ ანუ შენ მისთვის უცნობ ადამიანს გეუბნება ვიღაცა კიდე უცხოზე რომ იმას შენ ძალიან ხო და ჩვენც ახლა უარს ვერ ვეუბნებით ხოლმე ეს შემოდიან ნუ კარგი ვერ ვეუბნებოდი უარს და ჩავწერდი რომ მაგალითად ანი გიორგის უყვარხარ კარგია კი მადლობა აი მე თქვენ არიცით რა გააკეთეთ თქვენ სიყვარული შექმენის თქვენ ორ ადამიანს ერთად შეყვარ გავიდოდა ცოტა ხანი ერთი ორი კვირისნაირი რომ მოდის ისე იგივე ადამიანი შეიძლება რომ კიდე ჩავწეროთ რომ ანი გიორგის უყვარ ხო ჩავწერეთ რომ ანი გიორგის უყვარ არა ეხლა ჩავწეროთ ანი გიორგის უყვარ ხარ და ძალიან ხო შეურიგდი ხო და მოკლედ ეს ესეთნაირად შეიძლება კი ჟღერდეს მაგრამ მეგობრებო მოკლედ ძალიან დიდი ამბავია ეს რა ჯობია პირობი არ იცი შენ არ იცი მაგრამ არც გიორგი იცი ვინ არის ეს არის ანი მე მყავს სოლი შევიზე ანი ილიას უყვარხარ აი ეგრე რა მე მაგის ხერხი ვიცი მაგის გამოსავალი ვიცი ადამიანი რომ მოვადა რომ გეტყვის ეს ჩაწერე უნდა ჩაწერო წინასთან ყველაფერი ანი გიორგის უყვარხარ ანი შეურიგდი გთხოვ მე უნდა იყოს შენ ძმაკაცთან ანი ეხა შენ კვარტალეთად ვარ და დედასთვის რომ გოგოსთვის არ შეუხედი ანი ძალიან ხო რა ანი გილოცავ ბავშვის გაჩენას ბედნიერები იყავით ერთმაშად ჩაწერ ყველაფერს რაც შეიძლება ანი გამოვში რა გიორგი ეზოში ხო ანი დღეს ბიჭები მივდივარ და შენგენაც ხო შეიძლება რა დაწერე რა არის გთხოვთ ჩაგიწერთ არ არის პრობლემა და ერთი რამეა კიდე რომ აი პაემნები ხო
პაემანია მნიშვნელოვანი, აბა პაემანიდან მოდის ყველაფერი. ხო, მაგრამ ბიჭო, ქართული პაემანი არის ძალიან სპეციფიური რაღაცა. ხო. იმიტომ რომ რა არის, იცი, ხაი მაგალითად რაც ესპანეთში პაემანზე ხო ხდები გოგო იპრანჭება, you know, you have a very beautiful eyes, გეუბნება, ოსიანტო ლა ვიდა, აი, მამასიტა, პაპასიტა და რო უთხრეს გაქანებული ფლირტი მიდის, გამიგე და მთელი ამბავი. აქ როგორ ხდება? ბიჭი არის შებოჭული, გოგო დაპატიჟა და ხო დგას ახლა ეხა გაიცი წინა დღეს იყო და რითი იწყება საო შენ რა უბნელი ხარ ვერელი ბიჭი გოგოს ეუბნება ეგ ჭიტალას იცნო ესე იწყება პაემ ბოცოს სკიპოს გადის 1 საათი და ჯერ კიდევ ჩამოთვლაში არის ხდები მანანა დეიდას ახას ბოცოს მამას და ბოლოს გოგო ხო ხდები და ვიღაცას გაარტყოს კი აზე აუ რა პატარა ქალაქია თბილისი ანუ საბოლოოდ აღმოაჩენს ვიღაცას ნაცნობს და მე დაიშლებინა ბიჭო არა მაგარი გოგო იყო არა კახაძიას ის იყო ნათი მაგრამ ძალიან შინაურები გოგოზის და ხა ყვაყოფილი ხარ რო აღმოაჩენა რა გინდა რა ინტერესებში უნდა შედიოდეს ბიჭისთვის რომ გოგო რომელიც პოტენციურად შეიძლება აბსოლუტურად სხვანაირი ცეცხლოვანი ღამის გაგრძელების მიზეზი იყოს ცხოვრების აღმოაჩინო რომ შენი ქვისლის ბიძაშვილია აი რა გინდა შეყვარებულმა თხარა და ნათესავი გამოთხარა მოკლედ კიდევ რა ანდაზა რა გითხრათ ესეთი ამბავიც ხო არის რა ძალიან ალბათ ეს ისეთი მეგობრობა არის ამას რო გეუბნებიან როდესაც არა ყველაფერზე ცუდი არის აი მაგალითად როდესაც გეუბნებიან რომ მოდი დავრჩეთ მეგობრებად ხო ხდება აი როდის იცი აი როდესაც მთელი სიყვარულის ამბავი გავლილი გაქვს დაიტანჯე ყველაფერი გააკეთე დაიხარჯე საგმირონი საქმეები ატარე და მიდიხარ და ეუბნები რომ აი ეს ის დრო გამოუტყდი უკვე რომ გიყვარს და ის გეუბნება ვაიმე მოდი დავრჩეთ მეგობრებად არ შეშინდეთ და არ დანებდეთ ამ დროს მეგობრებო. თუ ამ დროს თქვენ სიყვარულზე გიპასუხათ გოგომ, მოდი დავრჩეთ მეგობრებად, ნუ დანებდებით და იქვე უთხარით რომ დღეს საღამოს მეგობრები იკრიბებით და შეუძლია ამოვიდეს. შვენიერი გამოსავალი. იკრიბებით საღამოს მეგობრები და ამოდი. მაგ დროს კიდე რა ხდება ხო? რა პრობლემაა? ადექი ეცამს. ადექი. აი ხო იწყე მეგობრებად დავრჩეთ და შენ მაინც ინსტინქტში რო ხარ ხოთრი და კაი და ბოლოს რომ მიდიხარ წამოდი ტუშებში უნდა მაკოცო. უეჭველი ხო, მოდი, წამოდი. არ დამღუპოთ ბიჭო. შენ ბიჭო, მოდი. მაბნევ. აი ეს სამი ხელის დარტყმა არის საბოლოო ჭარტმული დანა რა. ეს ფემოსთვის ამომიჭამოთ რა, გეხოცებ. აუ, ძალიან კაი ადამიანი. აი ესე რომ დაგიწყებს ლაპარაკი. აი ძალიან კაი ადამიანი ხარ, პროსტა აი მაგარით რო გავატარე შენთან და აი მაშინ იწყება უბედურება რომ ხო, მოკლედ დიდი ამბები გქონდეს იყო. თან ასაკსაც დიდი მნიშვნელობა ხანისე ხანასია, მოკლედ ბევრნაირია. კი, ბევრნაირია და თან იცი რა, რო ბრაზდებით ხოლმე, ზოგადად არის ხოლმე გავრცელებული ფენომენი, რომ BMW-იანი ბიჭები ხო უყვართ ხოლმე ცოტა რაღაცნაირი დესკი ბიჭები. ხო, ჩვენთან იციან რა BMW თუ BMW. BMW. არა, არის. შავი BMW თუ ყავს ბიჭს, მაგარი ისეთი ბიჭია, რომ გოგოებს მოწონს და რაღაცა და ნუ ბრაზდებით მეგობრებო, ჩვენ საერთოდ საიდან ვსწავლობთ სიყვარულს? ხო? სიყვარული ჩვენთვის არის, ჩვენი სიყვარულის ბიბლია არის ვეფხის ტყაოსანი. აბა დააკვირდით ნესტანს, როგორი ბიჭი მოწონს იქ. აი, ნახეს უცხო მოყმევინმე ჯდამტირალი წყლისა პირსა, შავი ცხენი სადავითა ხვალომსა და ვითა გმირსა. შავი ცხენი, ანუ რაღაცა ჩოჩორი და პრიუსი კი არა. შავი ცხენი რაში. აი გე. ასე რომ შავ BMW-იანო ბიჭებო, მიდით უბერეთ. თან მოიცა. თან არ არის ეგ ხუმრობა. მთელი ამბავი, აი მაგალითად თუ დააკვირდები უფრო დასავლურ იქეთ თუ გინდა მითოლოგიას ზღაპრებს და ამბებს და ნაწარმოებებს, იქ არის თეთრზე ამხედრებული პრინცი, რომელიც მომღიმარი მოდის, ჩიტები გალობით მოყვებიან, პეპლები მოფრინავენ. თეთრი ცეკლასი. და ტარიელი არის შავი ცხენით ძმა. ესე რომ ოღონდ როგორც ლომი და გმირი არის ეს. ხო, ხა წარმოიდგინე მაშინდელი პონტი რა იყო, სვეტსკი პონტი, ტარიელი მოდის ვეფხისისა, აქ შემორტყმული, ხო ხდე, აქ ლეოპარდი რაც არის დღეს. ან დუბლიონკით რა. მოდის თავი შავი ცხენი და მანდილოსანს გაუჩერა და ხო არ გაგიყვანეთ გოგო. არა, მოიცა მარტო თან მარტო ცხენიც არ არის ძმაო იქ ხო ხდები ესეთი ცხენი აკეთებდა ისეთი ტიპია იჭრევინება რა რაღაც ის არ იმზიდო აქ ხვარაზმის შახის ვიღაცა ხო გაშტირა ერთი ქალის ერთ ნათქვამი აბა რა გაშტირა ხო რა რახან ეხლა ვაფშტავსენი ახსენე ქართულ ენას შევეხოთ ანუ ძალიან ბევრი ამბობს რომ აი სხვა ენებზე როგორ არის მე შენ მიყვარხარ ხო აი ჟეტემ ხო I love you ხდები რაღაცა ცოტა ისე te amo და აი ყველა ამბობს რომ ესე მე შენ მიყვარხარ რომ არ ჟღერს ისე თუ რაღაცა და ძალიან გთხოვთ რა შენ იცი მაგალითად მე შენ მიყვარხარ იაპონიაში როგორ უხსნიან იცი სიყვარულს კაცები? აი გეუნე პირდაპირ ესე. ო
ოე არის შენი. მართლა. ოე, აკაც ეგა. ოე. ოდრომაზა. დღეს საინტერესო გამოიყურებ. ოტო ნანგერა ოდოვასთან. შენ თვალებზე ვგიჟდები. შუნო ჰათმან. მე შენს გარდა ვერავის ვერ შევიყარე. ოდოგოლმასა. გამომყევი. აი, გარი მე შენ მიყვარხარ. ასე რომ მაგის მერე ქართულად მე შენ მიყვარხარ არის როგორც ფრანგულად ჟეტემ. შეიძლება ეს სიტყვა. ხო, აი ყვილად ვერჩით იმას. კი, ჩახვალ უგანდაში ჰანგონგა გეტყვიან და. მოკლედ რა, სიყვარული იქეთ იყოს და სულ ცოტა ხნის წინ აი ძალიან შორეულ მაშინ რო არ წავიდეთ ცხენებში ისევ და ნაბადით მოტაცება. აქეთ გუშინ წინ იყო ჯერ კიდევ რომ ვიტაცებდით ქალებს, ასე მივდიოთ გასლაპარაკო ბიჭო, მოტაცება მიდიოდა ქუჩიდან, მოტაცება მიდიოდა უნივერსიტეტიდან, სკოლიდან არა? სკოლიდან კი არა, იქიდან ლექციიდან, საკლასო ოთახიდან შესულამ ერთი წამი გავიყონ და გაუყვანიათ რა და დაჭი როგორი სიტუაცია ყოფილა, იცი? რომ გაუტაციათ გოგო მანქანაში ხო ხდებიან ეხა რა? ანუ ვინც იტაცებს ის ხო მანქანაში ის ეს. ზუიქ ელოდება. ისე და ფრთხილად ბიჭებო რა, რამე ისე და სამს მოყავს თქვა. რომ ჩაჯდა რა, ხო გოგო იმდენად აზიერ ყოფილა ვინ არის რომ უკითხე რომ პროსტა რომელმა მომიტაცეს რომ ვიცი. რომელს მიყვენგა რომელმა მომიტაცა. აი ყოფილა ეს სიტუაცია. ასე რომ ყველანაირი მე არ დამცინოთ ეხლა რა, მაგრამ რას ქვია არ დაგცინო. მონაწილეობა შენ დაიწყე. მე დავისწრე. მონაწილეობა მაქვს მე მიღებული მოტაცებაში. ეს საკადამ თავარს ეხლა. ისა გითხრა რა. დროა ვაღიარო. არ ვიცი ხანდაზმულობა როგორ არის. 20 წელი კია გასული რა. 20-23 წელი იქნება გასული. ხო, აი თინეიჯერობისას კი არა, სკოლა რო დამთავრებული გაქვს ამბავი რო და საფხულში ვიყავით სოფელში რა დასასვენებლად ჩასული და საფხულში დასასვენებლად მარტო შეხვერჩებს ხვების ჩამოდიოდნენ გოგო ბიჭები, ხო? აი ყველას ექნება ეს სიტუაცია გამოვლილი. თბილისიდან იყვნენ ამ სოფელში ჩამოსული ბებიასთან ან ბაბუასთან ალბათ ორი და რომელიც ჩვენმა მეგობარმა, რომელიც ასევე ქუთაისიდან ჩამოდიოდა ხოლმე სოფელში. გაიცნო ამ ზაფხულს იქ რა წყაროსთან თუ სადღაც ბირჟა სადაც იკრიბებოდა და წაში ახედე რა ამაზია ეს რაღაცები რო ხდებოდა იქ გაიცნო ეს დები რა და ერთ-ერთი გადაწყვიტა რომ ისე შეუყვარდა რომ სამ დღეში შეუყვარდა გადახარშა ყველაფერი რომ ეს ის არის ვისთვისაც ის მოევლინა ამ ქვეყანას გადაწყვიტა რომ ცოლად უნდა მოიყვანოს შვილები გააჩინონ შექმნან ოჯახი და იცხოვრონ ბედნიერად სამ დღეში ჩამოყალიბდა და ეხლა გადაწყვიტა რომ უნდა მოიტაცოს მე რო ვიქნებოდი ხა ერთ-ერთი მომტაცებელი ხო ხდებით რა კამანდა წავედით მოსატაცებლად 06 მარკა იყო ზუსტად ვიცი ჟიგული კახას ჩვენი მეგობრის და ჩავჭე ნუ კახას დანაჩემს აღარ დავასახელებ და კახას ჟიგულით წავედით მივოდექით სოფელში და იმ გოგოს წარმოიდგინე ვისაც ვიტაცებთ ატაცებინებს ამ ჩვენს მეგობარს ამ გოგოსივე ბიძაშვილი. ანუ გოგოს ბიძაშვილი იტყუებს გარეთ ამ თავის ბიძაშვილს, რომელსაც უტენის 3 დღის გაცნობილ ტიპს მანქანაში, ძივარი მანქანაში და ჩვენ ეს გოგონა მივხავს, მივატაცებთ და იქნება ბედნიერი ქართული ოჯახი. მოკლედ ეს კარი ხო გაიგო, გამოიხედა იმ გოგომ ამ ბიძაშვილმა რომ გამოიყვანა რაღაცაზე გარეთ, ამ გოგომ გამოიხედა თუ არა? მე გავიმართლა ახლა მე რო შემხედეს არ ვიყავი იმ კამანდაში, ვინც და იჭერს, შეიფხრობს და შემოიყვანს. მე ვიყავი კართან როზის ვარმა გადაგიხტეს გოგო ის. კარის ასაწევზე რომ ხელი გიჭირავს რომ არ გადაგიხტეს. აქ ეს იყო ჩემი ფუნქცია და აი დედას გებიცები ეს გოგო შემოიყვანეს ამ მეგობრებმა უკვე ატყდა კივილწივილი მე შემეშინდა ლაპარაკი და შემოიყვანეს ჩასვეს ეს გოგო მანქანაში მოხურეს კარი და აბა მან მოკოქა მივდივარ და ეს ტიპი თვითონ შეგინით ვინც იჯდა ვისაც ვიტაცებლით ამ გოგო ეს ყვირის რომ ეგ არ არის მაგის და არის ბიჭო მაგის და არის დედას გეფიცები შეგვეშალა და ორი დიდან მეორე მოვიტაცეთ რომელიც ამას არ უნდა მოეყვანა ცოლად მაგრამ სამ დღეში უკან ხო ვეღარ დააკვირდით ისე კარგად არა დავაბრუნეთ შენ წარმოიდგინე ჩვენი დავაბრუნეთ რა რომ გავწდით ამ უბნის იმა ჩამოვსვით ეს გოგო და ის ყვირილი საბრალო გაიქცა უკან რა ცოტა ნაწყენის გარდა ხო რა ჩემი არაფერი არ შეუგინები არაფერი არ უთქვამს აი ეს ყვირილით გაიქცა და მე წარმოიდგინე ის ბიძაშვილი ალბათ დღემდე აღარ დაბრუნებულა იმ ოჯახში ხო ანუ გოგო დაბრუნდა ბიძაშვილი აღარ არის ბიძაშვილი არა თან იცი რა არის აი წარმოიდგინე მართლა ეგეთი იყო ვიღაცა ტიპი შენთვის გამოხვედი ლექციიდან შეიძლება შეყვარებულის გაცილებდეს ამ დროს ვიღაცა ტიპები მოვარდებოდნენ შეყვარებულს მაგარი გაძუყნიდნენ შენ პანიკაში ხარ კი ვიხარ ჩაგტენიდნენ მანქანაში მე ვიღაცის დეიდასთან ამოყოფთი სოფელში თავს და მე მოსახდენი მოხდა და მოკლედ რო გადავხედოთ ნახევარი ქვეყანა ვარ დასაჭერები დედას ჭებწები ნახევარი დასაჭერი ვართ მოტაცებისთვის და ნახევარი დაფარვისთვის დანაშაულის ანუ ეხა ის გოგო რო გიყურებს შეიძახის რომ აი მას მე მოტაცებული ვყავარ და რამე ამას 4 ჯერ ვყავარ ამას კარის ღილაკი ეჭირა რომ არ გადამხტარიყავი კიდე რა არის იცი რომ ანუ თუ დაკვირვებული ხარ რომ პაემანი ხო ხანდახან ეხა მარტო არ ხომე ხო პირისპირ ხდება და ხანდახან გოგოებს ვინც მოგწონს მოყავთ დაქალი ну რა თქმა უნდა არაფრის დიდებით არ შეიძლება და წესია ეგეთი რომ დაქალი არ უნდა იყოს უფრო
უფრო კარგად არ უნდა გამოიყურებოდეს. ანუ იცოდი შეხვედრაზე მისი დაქალი. რა თქმა უნდა, არ უნდა გამოიყურებოდეს და ამ დაქალს აქვს თავისი ფუნქცია. რომ პაემაზე რო ზის, დაქალმა უნდა კითხოს ისეთი რაღაცები, რასაც ეს გოგო ვერ ეკითხება. თვითონ გოგო. და შენ სად მუშაობ? უხერხლო კითხვებს იცით დაქალი. ხელფასი რამდენი გაქვს? იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი დაქალი და ყველასთან ვერ გაუშვებთ, იცი? აი ეს ფუნქცია აქვს მაგას რა, კიდე სხვა რაღაცებს. ისა ერთგული ხარ? და რაღაც ეგეთები და კაი გოგო რას აკეთებ? და მეორე არის ბიჭის ვარიანტი, რომელიც იმისთვის არის მოსული, ეს აქოს. ბიჭი ხო ძმაკაცი მოიყვანე აქვე იყო რა პროსტი შემოვარტით ეხა მალე წავვა გაიგე შენ ხო გაეცო შენ გაეცო და ის ყვება რას იცი რომ ბიჭო აუ თემ გახსოვ ჩვენ რომ პატარები ვიყავით 15 წლისები ვიყავით რა დედას პიცა რომ მაგარი ჭხუი მოგვივიდა და იმენა მაგრა გძუყნიან და უსპათ მოდის შენ თავს პიცა ორ ჩემი ვაჟიკო და რას რა ყველას რა უქრა იცი აი ბიჭო ყვები და ის ხო ბიჭო გახსოვ შენზე გოგოები რო გიზდებოდნენ ფერნიში ყველა გოგო რო შენ თან მოდიოდა გახსოვ აი ფუნქცია აქვს მეორეს რომ უბრალოდ ეს აქოს ადიდოს და ასე შემდეგ რა ასე რომ აი ფუშკაა რა მისკილესაც აქვს კიდე იცი რა მომენტი კი აუცილებლად ეგ აუცილებელია და კიდე რა არის იცი აი წყვილებს დაკვირვებული ხარ რომ ყველას ხო აქვს თავისი ბოფერებითი სახელი რა ხო და ეხლა რაღაცას ვეძახით ხალხში რო გაერიოს ზოგი ხო დგას და ფიქრობს ბიჭო არანაირი ზედმეტ სახელები რო არა ფიქრობენ რა შეიძლება ერთმანეთს დაუძახოთ ხა ხო ვიზე ნაკლებობენ მანავე კი და არის ჩამონაცვალი მაგალითად ბუში პუჩი, პაშკუ, ბარტყი, დავთარი რო ბეღურა, კი ეს ჩავიწერე მე. მუშ, კუკი. თაგუჩა. და ამიტომ შეიძლება ეს კუკი ვინ იყოს, იცი? აი. ახლა, კუკი, ეხ ჩემი კუკი მოი. ყველაზე საყვარელი ადამიანი შენ თავს ვიტყავ. აუ. წერდა ანდროს. აი ეს ჩემი კუკი არის 3 მეტრიანი, არის კუკი. ჩემი კუკი თუ ამ და კუკი და ამას აქვს თავისი თან სიმღერაც. თან აუცილებელია რომ წყვილს გქონდეს თავისი ერთი სიმღერა რა. სიყვარული დაიწყება ბარი ვაიტის never gonna give you. აუ ჩვენი სიმღერა პუს. გახსოვს. წყვილების შეფასებაზე არ кайფობ ხოლმე ან ქორწილში და იმეებში რომ ქალბატონები ხო შეყვარებულს რომ ან ქორწილში ან წყვილებს რომ აფასებენ ხოლმე რა. ბიჭი გოგო ჯობია გოგო გადასწარები გოგოა მოკლედ აი ესეთი ლამაზი ნახე რა სიმაღლე რა ფეხები როგორი ტანი რა ვარცხნილობა ისინი რა ქვია სწავლობს მაგისტრატურაზე გენაცვალე 4 უცხო ენა იცის და ბიჭი მუშაობს მორჩა მეტი არ ფეაქცდება თუ მუშაობ ეგა ამ ჩვენ კარგი სასიძოები ვართ მუშაობთ შენ მეორედ ჩვენ მესამედ გასაგებია ერთი ყველაზე უცნაური რაც არის ჩემთვის აი ყველაზე უცნაური არა მაგრამ ნუ სულ მივიდა რა მეუცნაურებოდა იმიტომ რომ ყოველთვის ესე უყურებდი რა ბავშვებიდან რომ ვიცოდი რომ იყვნენ შეყვარებულები მე შეგეძლო ცოლ-ქმარი გამختارიყავი და რაღაცა აი იმ შუა ნაწილს ვერ ვიგებდი რა მართლა ვერ ვიგებდი დანიშნის დანიშნა თუ ერთად რო დადიან მაგას არა აი დანიშნის რიტუალი აი დანიშნა რომ მიიტანდა და აუწე და ანუ რომ მიიტანდა ხო რა მიდიხარ ოჯახში ეუნები რომ ეს გოგო მიმყავს ჯიგრებო ეგო ჩემთვის მინა მიმყავს ჯიგრებო და გეუნებიან ისინი ეხა ძმაო ეგრე შეიძლება ბარეორი მოვიდეს და თქვას რომ მიყავს მაგრამ რა ვიცით ნამდვილად ნაღდა დეგრია რა პრობლემაა ძმაო აგერ ბესტოვებ ანუ ნიშნობა არის ბესტოვებ და ესე მგონი აი რაღაცას რო ბეს დატოვებაა ხო ბეს დატოვებასავით არის რა გარანტია რომ მოაკითხავ ესე მგონია რა ვიცი მაპატიეთ არ მინდა ვინმეს რაიმე ნიშნობაში ხელი შეგიშალოთ მაგრამ რა ეგ არის რატო იცი ხო შეიძლება დატოვეთ მე კაცო შენ აღარ მოაკითხო ხო შევიგულოთ მე რო აღარ მოაკითხო დროს კარგავს ხო და ეგ არის რა ეგ არის გარანტია რაღაცნაირი ეგ ბე არის რომ იუახლოვდა ესე დასასრულს ჩვენი პირველი ნაწილი და რა შეგვიძლია ვთქვათ კიდევ სიყვარულზე და რა ვიცი მოკლედ სიყვარულზე თავარი რაც არის ესეთი გამიგია რომ სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოთქვა აი ეგ ის არის რომ ესე იგი გაფრთხილება უნდა სიყვარულს და შეიძლება რაღაცა ესეთი ჩაიდინო რომ ამ ხელა სიყვარულის სიძულვილში გადავიდე ხო მაგრამ ეგრე შეგიძლია ჩაიდინო მაგრამ ერთი ნაბიჯი რანაირად არის კაცო როგორ არა შეიძლება ადამიანს აწკენინო ხო გიყვარვა გამოთქვა ხო მიყვარხარ ილო ხო გიყვარს ეხლა შეიძლება სისულელე გააკეთო ხო შეიძლება როგორ არა შეიძლება რაღაცა ისეთი გამიკეთო თუ შეიძლება ისეთი რაღაცა გამიკეთო გამაგიჟო და მიყვარდე კი არა შეგიძულო საერთოდ შეიძლება ერთხელ აპატრო რაღაცა საქციელი ჩაიდინო რა ვერ გაიგეჭე რა ვერ გაიგეჭე